ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ზაფხული ახლოვდება, მშობლები რა თქმა უნდა ვემზადებით ბავშვების კურორტებზე გასაყვანად, თუმცა იმისთვის რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გაატარონ ზაფხული, ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. სწორედ ამ თემაზეც ვნება დღევანდელი ჩვენი ეთერი. ჩემი სტუმარია პედიატრი თამარ ქრისტესაშვილი. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ ამ საჭირო თემით შემოგვიერთდით. და უპირველეს ყოვლისა მოდით დავიწყოთ გამგზავრებით, ხო? გამგზავრებისას რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, იმიტომ რომ თუნდაც გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად კლებაზე, ვისაუბრებთ ნაკმენებზე, მოკლედ ძალიან ბევრი საკითხია განსახილავი. დავიწყოთ მოგესალმებით ქალბატონინო, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. დიახ, ზაფხულის სეზონი გვიახლოვდება, რაც დაკავშირებული არის ბავშვების უფრო მეტი დროის გატარებით გარე სივრცეებში, მოგზაურობასთან და პირველ რიგში ყოველთვის ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ გაითვალისწინონ პედიატრების რეკომენდაციები უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის და რაც ღირებული შეიძლება ბავშვებისთვის გავაკეთოთ, ეს არის რომ უზრუნველყოთ, დავიცვათ ისინი უსაფრთხოებას შეუქმნათ მოგზაურობის დროს. პირველ რიგში მოგზაურობისას ყველაზე მნიშვნელოვანია მოგზაურობის დროს შევარჩიოთ სწორი მგზავრობის ტრანსპორტი, თუ ეს იქნება ავტომობილით მოგზაურობისას აუცილებელია, რომ უკანა სავარძელზე ბავშვი იყოს თავისივე საბავშვო სკამში მოთავსებული და ამით ხდებოდეს მისი ტრანსპორტირება. აქაც გასათვალისწინებელია სხვადასხვა რჩევები, მცირე წლოვან ასაკში და ჩვილობის პერიოდში მოგზაურობა 4-5 საათი დაუშვებელი არ შეიძლება იყოს სავარძელში ამდენი ხანი და შესვენებებით შეიძლება რომ მაქსიმუმ 1 საათი, საათნახევარი იჯდა შეისვენოს მერე ისე. ანუ ყველაზე მისაღებით რომ სავარძელთ მგზავრობისა 6 თვემდე ასაკში ეს არის ნახევარი საათი და შემდგომ უკვე შეიძლება საათნახევარი 2 საათი იყოს, შემდგომ ისევ შესვენება უნდა მოხდეს და ალბათ კითხვა გაჩნდება რატომ? იმიტომ რომ ფიზიკურად ბავშვი იღლება და უშოთ ხერხემლისთვის არ არის ეს წლამდე ასაკში იცით რომ მათ ჯდომა ისეთი მყარად არ შეუძლიათ ხერხემლისთვის არ არის სასურველი და ამდენი ხანი 4-5 საათი შეიძლება გავჩერდეთ, დავასვენოთ ბავშვი ამ შესვენებებით უნდა მოხდეს ტრანსპორტირება. კი ბატონო, ეს უპირველეს ყოვლისა და ჩავედით დაუშვათ დანიშნულების ადგილას. დანიშნულების ადგილი უნდა იყოს ბავშვისთვის ადაპტირებული გარემო შერჩეული. ვიცით რომ გარემო ესეთი არ არის ხოლმე მშობლებისგან კონტროლირებადი, რაც შეიძლება სახლის პირობებში ჰქონდეთ მშობლებს შექმნილი ბავშვებისთვის, ამისათვის არის რომ უსაფრთხო გარემო და ბავშვისთვის ბავშვზე მორგებული პირობები. და როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო გარემოზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რას მოიცავს, ანუ რა პუნქტებია გასათვალისწინებელი? მინდა ჩვენი ქვეყანა ესეთი მთაგორიანი ქვეყანა ვართ, აქ ბუნებაში მოგზაურობაც გვიყვარს. აუცილებელია რომ ყველა პუნქტი, რაც უსაფრთხო გარემოსთან არის დაკავშირებული, აუზზე ბავშვი არ უნდა იყოს მარტო დატოვებული, დაუშვებელია მდინარეში ბავშვების ბანაობა, მარტო არც ხო, მარტო და არც ესე მდინარე საკმაოდ ისეთ სიჩქარით მიედინება და ბავშვი ვერ უზრუნველყოს თავის უსაფრთხოებას, ამიტომ დაუშვებელია. აუზში თუ ბავშვმა სულ არ იცის, რა თქმა უნდა, დამხმარე კამერების საშუალებით უნდა მოხდეს მათი ბანაობა. გარემოში მზეზე ყოფნა გულისხმობს, რომ უნდა იყოს 10-დან 4 საათამდე შეზღუდვა და მხოლოდ მანამ დილის 10-დან 4 საათამდე არ შეიძლება ბავშვების გარეთ ყოფნა მზის. მithumetes ზღვის კურორტებზე, როდესაც საუბრობთ, რა თქმა უნდა, დილის მზე არის ძალიან სასარგებლო, მიზანშეწონილი და აი დრო რო დაგვი კონკრეტულად. დილის 7 საათიდან, როდესაც უკვე თბილი ამინდი, 10 საათამდე და შემდგომ უკვე 4 საათიდან საღამოს პერიოდამდე მზის ჩასვლა უნდა შესაძლებელია, რომ ბავშვი იყოს გარეთ. აი 10-დან 4-მდე გარდა იმისა, რომ მზის სხივები, ულტრაისფერი სხივები ყველაზე ძლიერი გამოსხივება ამ პერიოდში, ამის გარდა უფრო მეტი ალბათობა, რომ მწერები ცხელ საათებში უფრო მეტად აქტიურად გარეთ დაფრინავენ
და დავიცვათ უნდა ამ ყოველფრისგან როგორც მზის ხივის გადახურებისა და დამწვრობისგან, ასევე მწერების ნაკბენებისგან. კი ბატონო, და ამ დროს ჩვენ მწერების ნაკბენებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ძალიან მნიშვნელოვანია კვება, მით უმეტეს, როდესაც სანაპიროზე არიან ბავშვები, ხშირად უნდებათ ხოლმე სიმინდის მირთმევა, აი გულმუშელა იქნება თუ სხვა სახის დაუშვათ საკვები. რამდენად მიზანშეწონილია ეს, მით უმეტეს, როდესაც ჰიგიენის დაცვა ცოტა რთულია, ხო, ხელი ბავშვები ქვიშაში თამაშობენ, ბუნებრივია ხელები ჭუჭყიანი აქვთ, აი ამ შემთხვევაში რა რისკებთან გვაქვს საქმე? კარგი, ხო, პირველ რიგში ეს თემა წამოწიეთ, ვინაიდან ზაფხულში ყველაზე ხშირი რეკომენდაცია რაც უნდა იყოს, რომ ხელები მუდმივად იყოს დაბანილი, ჰიგიენური ნორმები დაცული. დაუშვებელია სანაპიროებზე ნაყიდული პროდუქტის მიღება ბავშვისთვის, იმიტომ რომ მზის გულზე 2 საათში ნებისმიერი პროდუქტი ფუჭდება და ესეთ პროდუქტებში იქნება თუ ეს უკვე მომზადებულ პროდუქტები 2 საათში მიკრობების გამრავლება ხდება და შესაბამისად ბავშვს არ უნდა შევთავაზოთ. შესაძლებელია თუ იცით დიდი დროით გვყავს გაყვანილი, ჩვენვე წავიხოთ მშობლებმა და იმ რაც ჩვენი მომზადებულია და ბავშვისთვის სასარგებლოა ის მივაწოდოთ. ეს იქნება ხილი თუ კარგად დამუშავებული, თერმულად დამუშავებული საკვები. კი ბატონო, და რაც შეეხება სითხეს, მით უმეტეს ზაფხულში სიცხეში რა რაოდენობით სითხე უნდა მიიღონ ბავშვებმა, დავუშვათ დღის განმავლობაში. დღის განმავლობაში ზაფხულში ვინაიდან ადვილად კარგავს ბავშვი თავისი მცირე მასიდან გამომდინარე ოფლიანობით, სიცხის ზემოქმედებით, სითხეს ამისათვის აუცილებლად მუდმივად უზრუნველყოთ წყლით, წყალი შეთავაზოთ ბავშვებს ხშირად საათში მინიმუმ ეს არის 30 მl. კი ბატონო, ეს რაც შეეხება ზღვის კურორტებს და რაც შეეხება მთას და რაც შეეხება ტყიან ადგილებს, რა თქმა უნდა, ბუნებაში ბავშვის გაყვანა ძალიან სასარგებლოა და მიზანშეწონილი, თუმცა რაც უფრო დავუშვათ ფოთლოვანია ტყე, იქ არის ძალიან ბევრი მწერი, ხო? ტკიპებიც. როგორ დავიცვათ ბავშვები ტკიპის ნაკბენისგან? ტკიპის ნაკბენისგან დასაცავი საშუალება ჩვენ მხოლოდ ერთადერთი ვაქცინა გვაქვს, არსებობს სხვადასხვა ქვეყანა, რომელშიც ეს რუტინულ იმუნიზაციის კალენდარში არის ჩასმული, ჩვენთან არ არის, ვინაიდან არ გვაქვს ესეთი გავრცელება ტკიპის, თუმცა სხვა რეგიონში ტკიპის ნაკბენის შემთხვევები ბევრია. ბავშვი უნდა ტყეში იქნება, მთაში იქნება, აუცილებელია რომ ტანსაცმელთან იყოს დაფარული მთლიანი სხეული, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ტანსაცმელი უნდა იყოს გრილი, ვინაიდან გადახურება არ მოხდეს. და ესეთ შემთხვევაში დღის ბოლოს ბანაობის წინ მთლიანი სხეული უნდა დათვალიერდეს, რომ აღმოვაჩინოთ ტკიპა ხომ არ არის სხეულზე მიმაგრებული. და თუ აღმოვაჩინეთ, რომ ტკიპა მიმაგრებულია, ძალიან ხშირად მშობლები უშვებთ შეცდომას, გვინდა რომ მოვაცილოთ ტკიპა, არასწორად ხდება მოცილება და შემდეგ გართულებებს აქვს ადგილი. აი, როგორ უნდა მოვიქცეთ? ტკიპის მოძრობას თავისი ნამდვილად სპეციალური არსებობს სპეციალური საშუალებები, რითიც ხდება ტკიპის ამოღება კანიდან. ამ შემთხვევაში თუ ეს საშუალება მშობელს არ აქვს, სასურველია რომ პედიატრს მიმართოს და კლინიკაში მოხდეს მოცილება. კი ბატონო, და აი დავუშვათ რამდენ ხანში შეიძლება გართულებები გამოიწვიოს თუ ან ვერ შევამჩნიეთ ტკიპა, ან დროზე ვერ მოვაცილეთ სხეულს? ტკიპის ნაკბენი საკმაოდ მძიმე დაავადებით შეიძლება განვითარდეს, ეს არის ლაიმის დაავადება, რომელიც დაახლოებით 2 კვირის შემდგომ იწყება მისი სიმპტომატიკა. კი ბატონო, და აი რაც შეეხება ზოგადად მწერების ნაკბენს, რას დავამატებთ დაუშვათ, რა გაითვალისწინონ კიდე მშობლებმა? მწერების ნაკბენთან დაკავშირებით დღის განმავლობაში სასურველია რომ ბავშვს ეცოს მხოლოდ ერთი ფერის ტანსაცმელი და არ იყოს ეს ჭრელი, ვინაიდან მათთვის ესეთი მიმზიდველია ხოლმე სხვადასხვა ფერის და ყვავილებიანი ტანსაცმელები, დიახ, სიჭრელე, ასევე ქუდი, რომელიც საკმაოდ დიდი შლეიფით არის, ვინაიდან სახეს ვიცავთ ამით და ქუდი იცავს სახეს. არსებობს თუ დიდი ხანი გვიწევს ესეთ პირობებში წაყვანა ბავშვის, არსებობს სპეციალური წერისაწინააღმდეგო კრემები, რომელიც წასმაც შესაძლებელია, თუმცა 2 წლამდე ამის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ეს კრემებიც მხოლოდ უნდა მოხდეს სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც ჩანს და არა ტანსაცმლის შიგნით.
გასაგებია და იმ შემთხვევაში თუ დავაფიქსირეთ დავუშვათ წერის ნაკმენი, ჩვენ ტკიპაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სხვადასხვა სახის მწერებია ხო და დავინახეთ დავუშვათ რომ გაღიზიანებულია კანი. ბუნებრივია ჩვენ ვერ მიხვდებით ახლა რომელი მწერის ნაკმენი არის, დავუშვათ სიწითლე აღინიშნება, შეშუპება, რა უნდა გავაკეთოთ? პირველადი დახმარება როგორ პირველადი დახმარება არის მობანოა, შემდეგ შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარით უბრალოდ გავაგრილოთ ადგილობრივად ეს ზედაპირი, თუ სიწითლე იმატებს ან უფრო მიმართებითი პროცესი ვითარდება, მაშინ ამ შემთხვევაში პედიატრს უნდა ვუჩვენოთ. კი ბატონო და რაც შეეხება ზოგადად მზაფხულის პერიოდს, რა თქმა უნდა, კვება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. იქიდან გამომდინარე, როდესაც მაღალი ტემპერატურაა, ხანდახან ბავშვები მადას კარგავენ. და აი რა სახის პროდუქტი შევთავაზოთ, მიზანშეწონილია თუ არა, სადილების შეთავაზება, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კვების რაციონზე ვსაუბრობთ, სადილი აუცილებელია, თუმცა მაღალ ტემპერატურაზე ბავშვი გვეუბნება უარს. რა გავაკეთოთ? ანუ რა რაოდენობით მივაწოდოთ? ბოსტნეული იქნება, ხილი იქნება, თუ ხორცი იქნება? სეზონურად არ იცვლება კვებითი რაციონი, რა თქმა უნდა. თუმცა სურვილები იცვლება, ეს გასაგებია სიცხიდან გამომდინარე. მთავარი აქაც იცით, გარე სივრცეში მეტ აქტიურობასთან ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დახარჯული ენერგია ავანაზღაუროთ, ხო და არ მოხდეს გაუწყლობა ან კვებით რაც უნდა მიიღოს მინერალები, ვიტამინები, ამის დეფიციტი. შესაბამისად, რუტინა არ იცვლება, კვებით რაციონი რჩება ჩვეუბრად, მაგრამ ზაფხული უფრო გვანებულებს, რომ ხილი, ბოსტნეული უფრო სხვადასხვა მრავალფეროვანი გვაქვს და შევთავაზოთ ბავშვებს მეტი რაოდენობით. ვინაიდან ეს სეზონი გამოვიყენოთ. კი ბატონო და კვების რაციონზე რომ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხორცი, თევზი, კვერცხი, ჩამონათვალი ძალიან დიდია, ბოსტნეული, მოკლედ ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები ბავშვის ორგანიზმზე უნდა მიიღოს. თუმცა აი მაინტერესებს თევზთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა და აუცილებელი, ეს მითია თუ რეალობა, მართლა ასე რომ ზაფხულის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის ზოგადად თევზის მირთმევა. არა, ეს მითია. ნამდვილად, უბრალოდ თევზი, ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, პროდუქტები, რა თქმა უნდა, მალფუჭებადია ცხელამინდებში. შესაბამისად, ნებისმიერი პროდუქტი საკვების მიღებამდე უნდა მომსადდეს, ვინაიდან ცხელამინდებში 2 საათში იწყებს პროდუქტი გაფუჭებას და უკვე შეიძლება მიკრობებით იყოს გაჯერებული. შესაბამისად, თევზიც, ხორციც რძის პროდუქტებიც შეთავაზებული უნდა იქნოს მხოლოდ ახალი და მხოლოდ ახალმოძებნი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თუმცა ბავშვებს ძალიან უყვართ fast food-ი და არა მარტო ბავშვებს, უფროსებსაც, არის ხოლმე რომ დავუშვათ ვერ ვაკონტროლებთ. მაინც რა ინტენსივობით არის მიზანშეწონილი, ვერაულით ამას გვერდს, ხო, ბავშვი შეიძლება იმ პერიოდში ჩვენთან ერთად არ იყოს და თვითონ მიირთვას, ხო? ანუ ყოველდღიური მიღება რა თქმა უნდა რეკომენდაციები, გარდა იმისა, რომ არ შეიძლება არ არის სასურველი. და აი ეს მშობელმა უნდა უზრუნველყოს, ამაში მოიაზრება მშობლის როლი, რომ დაიცვას ბავშვი პატარის დაცვა ადვილია ამისგან, თუმცა უკვე როცა მოზარდობის პერიოდში რა თქმა უნდა მოზარდობის პერიოდში რთულია, თუმცა როდესაც ბავშვებიდან მირჩეულია ჯანმრთელ პროდუქტს მისი ორგანიზმისთვის არ არის ადვილად ასათვისებელი ეს junk food-ი რაც ქვია და კი ბატონო. რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ამ მშობლები ხშირად გვეკითხებიან, გაზიანი სასმელი უყვართ ბავშვებს. ზაფხულის პერიოდში რამდენად მისაღებია, თუ დავუშვათ გაზგაშვებული უნდა მივცეთ, მაგრამ არ მოსწონთ გაზგაშვებული. გაზიანი სასმელებიც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, არ გვაქვს რეკომენდაციები არც ერთ ლიტერატურაში, რომ გაზიანი სასმელი ბავშვს თუ მინერალები გვჭირდება ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ გაზი არ კონდეს და ისეთ დროს მინერალური წყალი შევთავაზოთ, ესეც 7 წლამდე არ ხდება ამის გამოყენება, შემდგომ შესაძლებელია, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია გამოვიყენოთ, თუ გვაქვს გაუწყლობა ან სხვადასხვა ნაწლავური ან კვებით ინტოქსიკაცია და ამ დროს გვჭირდება რომ სითხით შევასოთ პაციენტები. სხვა მხრივ გაზიანი საშუალებები, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით ტკბილს და სასურველ ნივთიერებს შეიცავენ არ შეიძლება. დიახ და რა თქმა უნდა, ნატურალური წვენები არის არაჩვეულებრივი და თუ ბავშვებს შევთავაზებთ და მივაჩვევთ ბავშვობიდან, არ იქნება ურიგორად და წყალი.
წყალი, მხოლოდ წყალი ნატურალურ წვენებსაც დიდი რეკომენდაციები არა აქვს. არც ნატურალურ წვენებს არა? არა, ისე რას ამბობთ? უკეთესი რა ასაკიდან? ნებისმიერ ასაკიდან. არ არის სასურველი წვენების სახით, როდესაც თავაზობთ ხილს, ხილის გაურღვეველი შეგვიძლია შევთავაზოთ და არა ესეთი გამოწურული წვენები, ან ნაყიდი წვენები საერთოდ. ანუ ჩვენ თვითონ რო გამოვწუროთ? შესაძლებელია დღეში ერთი ჭიქა მაქსიმუმ. ანუ დღეში ერთი ჭიქა. ყოველდღეში გაზიანსასმელს ჯობია. რა თქმა უნდა. კი ბატონო, და წყალი. რა რაოდენობით დავუშვათ, ნუ რა თქმა უნდა ეს ასაკის გათვალისწინებით, მაგრამ დავუშვათ მოზარდ ორგანიზმს რამდენი ლიტრა წყალი ჭირდება, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში, სიცხის დროს. ზაფხულის პერიოდში მოზარდს უკვე ჭირდება დაახლოებით ლიტრა ნახევარი 2 ლიტრამდე ზაფხულის პერიოდში. პატარებს 3-4 ჭიქა საკმარისია. ჭიქას ეხა ლიტრამდე წყალი აუცილებლად. კი ბატონო, და სხვათა შორის გვეკითხებიან ხოლმე მშობლები, რამდენად მიზანშეწონილია ღამე ბავშვისთვის წყლის მიღება. არიან ბავშვები, რომლებსაც უნდებათ ღამე წყალი. კი ბატონო, თუ არ არის პრობლემა. არ არის უნდა ორგანიზმი ითხოვს და აუცილებლად უნდა მიცე. აუცილებლად. კი ბატონო, და რამეს ხომ არ დავამატებდით, ანუ ჩვენ კვებაზე ვისაუბრეთ ზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ გამგზავრებით, რამდენად ადაპტირებული უნდა იყოს, დავუშვათ ეს ავტომობილი იქნება თუ რითიც გავემგზავრებით, ნაკბენებზე ვისაუბრეთ, არ მინდა რომ რამე გამოგრჩეს, ზღვის სანაპიროზე დასვენება, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია თავისი პუნქტებით და სპორტული აქტივობა, აი ამაზე მინდოდა საუბარი. რა თქმა უნდა, ზაფხულს მოხდება ის, რომ დასასვენებელ ადგილებში არის ძალიან ბევრი სპორტი იქნება, სტადიონი იქნება თუ სივრცე, სადაც ბავშვები დავუშვათ ვარჯიშობენ. რა დატვირთვაა შესაძლებელი? ნუ რა თქმა უნდა, მოზარდებზე აქვს საუბარი, ხო 3-4 წლის ბავშვი ვერ ვარჯიშობს, ხო? 3-4 წლის ბავშვები შეიძლება იაროს, ირბინოს. არიან, რომ სკროლებით დაქრიან, ველოსიპედებით დადიან. მე უშუალოდ აი დავუშვათ ვარჯიშს გულისხმობ. სპორტულ აქტივობებში მთავარი აქაც არის უსაფრთხოების ზომების დაცვა და ასაკის შესაბამისი სპორტით დაკავება. როდესაც ხდება სკროლებით, ხვდები ხოლმე გარემოში, სადაც ბავშვი არ არის ჩაფხუტით, არ არის სამუხლებით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბავშვი აქტიურია დაქრის სკროლით და ველოსიპედით. ამ შემთხვევაში აუცილებლად მშობლებმა უნდა გამოიყენონ ჩაფხუტები, სამუხლები და მხოლოდ აი ესე დაცულ პირობებში იყვნენ აქტიურები. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჭირო, საინტერესო საუბრისთვის. რამეს ხომ არ დაამატებდით? მე მგონი არა, მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ. დიახ, უსაფრთხო დასვენებას ვუსურვებთ ბავშვებს, რა თქმა უნდა მშობლებს. ყველას ჭამთ გამოვიდეს უსაფრთხო ზაფხული, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, აი ამისთვის არის, რომ მუდმივად მშობელს უზრუნველყოფილი კონდეს დაცული გარემო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, ჩემი სტუმარი პედიატრი თამარ ქრისტესაშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხო ზაფხულზე ბავშვებისთვის.